დღემშვიდობისა ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაი. ამ დროიდან კი თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 557 88 55 88. რამდენიმე წამის წინ ობიექტივის ეთერში დასრულდა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმი, რომელიც 1 დეკემბერს გამოქვეყნდა და მასში ბევრ ფაქტზეა საუბარი. დარწმუნებული ვარ, ამ ფილმის შეფასებაც იქნება თქვენს ინტერესებში, მიუმართავ მაყურებელს და რადიო მსმენელებს, ასე რომ ამ თემაზეც შეგიძლიათ დარეკოთ და გამოგვეხმაუროთ ქართულ ოცნებას, მართველ გუნდს ადანაშაულებენ იმაში, რომ 2024 წელს მოწამლეს მშვიდობიანი მომიტინგეები იმ ნივთიერებებით, რომელიც აკრძალულია და დასაშლელად წყალში შერეული ეს ნივთიერებები იქნა გამოყენებული პირველი მსოფლიო ომის დროს უკვე აკრძალული ეს საშუალებები. რა სიტყვით ამაზე, ხოლო იმასაც შეგახსენებთ, რომ ერთი დღის წინ პრაქტიკულად შაბათს გამოვიდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, გამართა სპეციალური ბრიფინგი და საზოგადოებას ამცნო, რომ გამოვიძიეთო ყველაფერი 4 დღეში. და დადგინდაო, რომ არანაირი მომწამლელი ნივთიერებები არ გამოუყენებია სახელმწიფოს. დამაჯერებელი იყო თუ არა თქვენთვის სუსის ეს განცხადება, რომელსაც არანაირი მტკიცებულებები, ფაქტები არ ახლდა თან და სახელმწიფო მიიჩნია ქართული ოცნების ხელმძღვანელობით, რომ ეს თემა ამოწურულია. აი ასეთი არადამაჯერებელი იყო ჩემი აზრით პასუხი სახელმწიფოს მხრიდან. როგორ აფასებთ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ეს იქნება ჩვენი ზოგადი შეკითხვა, ბუნებრივია ვერ აუვლით გვერდს არაბული ქალაქების მშენებლობის თემას, რომელთა დაკავშირებითაც პროტესტი არ წყდება. გუშინ გაიმართა თბილისში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია, საკმაოდ საინტერესო იყო მოთხოვნები. ეს ადამიანებიც, ვინც გუშინ გამოვიდა, ამბობდნენ, რომ არაბული ქალაქების მშენებლობა საქართველოში თითქმის ყოველ დღე უკვე ხედავთ, რომ ანონსდება სხვადასხვა ჯგუფების და სხვადასხვა გაერთიანებების მხრიდან საპროტესტო გამოსვლები ამ არაბული მშენებლობების წინააღმდეგ საქართველოში. როგორ უყურებთ ამ თემას, გამოსავალს რა შეხედავთ, მზად ხართ თუ არა მომავალი ბრძოლისთვის? აგრეთვე ჩვენ შევეხებით სოციალურ თემებსაც, არ შეიძლება ამ ყველაფერს ჩვენ არ დაუთმოთ სათანადო დრო და გადაიფაროს სხვადასხვა თემებით. ეს მიმართულება ყოველდღიურად იზრდება ფასები, გადასახადები, არ იზრდება ადამიანთა შემოსავალი, ამიტომ ყოველდღიურად უკიდურეს სიღარიბეში და პრობლემებში უწევს ცხოვრება ჩვენ საზოგადოებას. ამ ფონზე კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას, რომ ვიცითო სოციალურად დაუცველთა რიცხვიო სინამდვილეში ძალიან გაბერილიაო და ჩვენ დავიწყებთ ამის გადახედვას. ანუ ხელისუფლება გეგმავს სოციალური დახმარებები მოუხსნას ისედაც სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებს. ეს სჭირდებათ სტატისტიკისთვის, რომ შემდეგ გამოჩნდეს, რომ ღარიბი ხალხი არ მყავს ჩვენ ქვეყანაში თურმე და უფრო მეტად ვაშიმშილოთ რეალურად ღარიბი ხალხი. ზარია ეთერში გისმენთ? შუადღემშვიდობისა, მოგესალმებით. თქვენ ახსენეთ წეღანში, რომ დიდი ბრიტანეთმაო, აი როგორც ლაპარაკობდით და გადაცემაც იყო, სანამ თქვენ დაიწყებდით. დიახ. მე ბრიტანეთის არაფერი არ ამჯერავს. დიდი ბრიტანეთი არის საშინელი ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, იმიტომ რომ ხელებს აფათურებს რაღაცა პროვოკაციები მოახდინო ჩვენ საქართველოში და გამოიწვიოს უკრაინიზაცია. დიდი ბრიტანეთი კი არა, არც ევროკავშირი არ ვარდა ჩვენთვის და არც არავინ არ ვარდა საერთოდ ევროპა. იმიტომ რომ ევროპა იყო და დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ხელები რო აფათურა კიდევ მეორე და უკრაინაში რაც მოხდა და ამერიკა იყო კიდე ავღანეთი და როგორ მიატოვა ავღანეთი როგორ გამოიქცა. ჩვენ ამ ქვეყნების აღჯერას მე ერთი დიდი ადამიანი ვარ და რასაც ხედავ იმას ვამბობ შვილო. რაც შეეხება მთავრობას. მთავრობამ გამოიძია ორობძანე გენაცვალე. ჩვენ არც მთავრობის არაფერი არ აღჯერავს. მე პირადად ჩემი მოსაზრება ასეთია. ან 4 დღეში რამის გამოძიება ხდება? არც არავისი არაფერი მჯერავს. მესამე, რაც შეეხება სოციალურებს. დიახ, გეთახლები უხსნიან, როგორც პენსიონერებს სოციალში უგდებენ, ასე უხსნიან სოციალად დაუწევენ, რომ თავის არ მოიჩინოს სიღარიბე და ნასიezi დაამსხვრიეს თუ დაანგრიეს თუ
ქალბატონო, აი ტელევიზორის ხმა ბრუნდება, ძალიან გთხოვთ, იქნებ ჩაუწიოთ და ისე დაასრულოთ. ჩატეულია შილო და რატო ხდება არ ვიცი. ბოლომდე გამორთული გაქვთ ხმა ტელევიზორი? დიახ, შილო, დიახ და არ ვიცი რატო ხდება. კეთილი, დიახ. დაასრულეთ? კი, მადლობა მოსწონით. მადლობა, დიდი მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით და თქვენი შეხედულება გაგვაცანით. 557 88 55 88 ჩვენ ვსაუბრობთ ბოლო დროს განვითარებულ ყველაზე ხმაურიან მოვლენებზე ობიექტივის დღევანდელ გადაცემაში, მათ შორის სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოთ სოციალურ მიმართულებას, რაც ძალიან მძიმეა, ყოველდღე უარესდება. ყოველდღე უფრო მეტად იზრდება ფასები და გაუსაძლესი ხდება ქართველისთვის საქართველოში ცხოვრება. ამ დროს კი ჩვენ გვეუბნება სახელმწიფო ქართული ოცნების სახით, რომ ჩამოვიყვანთ არაბებს, ჩამოვიყვანთ ინდოელებს, ყოველთვიურადო და ყოველწლიურადო 10,000 ბინა იყიდებაო უცხოელებზეო. ხომ აი გვითხრეს 60,000 4 წელიწადში მაგალითად ასეთი რიცხვი დაასახელა ირაკლი კობახიძემ და ეს მერე რაო ამას არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია ქვეყანაზე უარყოფითიო და როგორ არ მოუხდენია? აბა გავიდეთ ქუჩებში ბათუმში, თბილისში და ვხედავთ ჩვენ უკვე ზეგავლენას. ეს უცხოელები კონკურენციას უწევენ ქართველს და ქართველი ვეღარ შოულობს სამსახურს. თუ ქართველი ვერ ყიდულობს მაღაზიაში ძვირ პროდუქციის, უცხოელი მაინც ყიდულობს, ამიტომ ფასები უფრო და უფრო იზრდება. ქართველი სტუდენტი ბინას ვერ ქირაობს, იმიტომ რომ კონკურენტია მისი უცხოელი და ის მაინც გადაიხდის. და ახლა არაბების შემოყვანა იგეგმება. აი ამ თლიანობაში როგორ აფასებთ ყველაფერს, ვეხებით BBC-ს გამოძიებას და 4 დღეში დასრულებულ საგამოძიებო პროცესს სუსის მიერ. დამაჯერებელი იყო თუ არა პასუხი თქვენთვის. ბევრი თემა გვაქვს, მოკლედ რომელსაც გსურთ, გამოეხმაურეთ. ზარია, გისმენთ? ალო. დიახ. იცით, ეს ფილმი არის საქართველოს წინააღმდეგ გადაღებული ფილმი. ეს არის თქვენი, ჩემი და ყველა ქართული ტრაგედია. რაც შეეხება სახელმწიფო მოთხოვნაში გამოიწვია თუ არ გამოიწვია, ეს ყველაფერი თქვენ მე მგონი ეცოდა მოგწონდეს ბატონო. როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში საქართველოს განუდგეთ გვერდზე? საქართველოს არა, ქართულ ოცნებაზეა საუბარი. ნუ გავაიგივებთ საქართველოს და ქართულ ოცნებას. ეს სხვადასხვა მხარეა. საქართველოს იმიჯია დღეს ლაპარაკი ბატონო ჩემო. და თუ ეს ქართული ოცნება საქართველოს იმიჯს აცამტვერებს შიგნით და გარეთ, ეს არ ვთქვათ? მე არ გედამებით მომისმინეთ რა. გისმენთ ყურადღებით. როგორ შეიძლება ისაუბროთ ყოველთვის საწინააღმდეგოდ? დღეს ხდება საქართველოში უკრაინიზაცია. არაფერი არ ხდება ქალბატონო, ნუ დავიჯერებთ ამ პროპაგანდას, არანაირი ომის საფრთხე არ არსებობს. ილია, ბოდიშით მოხდით, თქვენ გჯერათ ამ ფილმში რაც არის ასახული ყველაფერი? კითხვები მაქვს ყოველ შემთხვევაში. 1 წუთით 5 7 9 90 55 12 ეს არის ჩემი ნომერი. ვისაც ჩემი შეხედულებები არ მოხდოთ დამირეკეთ. როგორ გეკადრება? ეხლა მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. მორატორიუმი აღდგენის შემდეგ და თქვენ კიდევ რას ლაპარაკობთ? ილია, გაუგნებული ვარ ის გახდით. რატომ ხართ გაუგნებული? იქნებ დაასაბუთოთ ქალბატონო. სოციალურად დაუცველები ხომ იცით რომ ბევრს აქ არაკანონიერად მილიკებული ეს ყველაფერი. და მოუხსნათ ხომ სოციალური დახმარებები ხალხს? კარგად ცხოვრობთ ანუ? მოუხსნათ, რა თქმა უნდა. ვისაც არ ეკუთვნის. ილია, არ შეიძლება დღეს ამ პროტესტის საუბარი. არ შეიძლება გავიგე, ნუ ძალიან დარე პროპაგანდაა ის რომ ახლა ბეწვის ხიდზე გადის ქვეყანა და ომი გინდათ აბანო დავიღალეთ. ნუ არანაირი ომი არ არსებობს, ომის საფრთხე. თუ გიჟები არ არიან და თვითონ არ შეუტევენ რუსეთს, აქეთ არავინ არ გვესხმის ახლა თავს. გამაგრდნენ, ხელში ჩაიგდეს მთელი ქვეყანა, ყველაფერი თავიანთია, რასაც იტყვიან, მარტო ის უნდათ გააკეთონ. არაბული ქალაქებით დაწყებული, მოგწამლავ ბატონო და მე ვიტყვი რომ იცი რა, აბა ომი გინდო და რა არის ეს რა არასერიოზული საუბარია. სოციალური დახმარებები როგორ უნდა მოუხსნათ ხალხს? სიღარიბეში ცხოვრობს ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა. თუ 600,000 კაცი დღეს დახმარებას იღებს, კიდევ მეორე 600,000 მომლოდინეთ არ რიცხვშია რომ დაუნიშნონ დახმარება და მოხსნა დავიწყოთო, კარგად ცხოვრობთო, გვაჯერებენ. ნუ აი ამის ყველაფრის გამართლება არ შეიძლება რა, ძალიან გთხოვთ, მეც გაუგნებული ვარ, როდესაც აი ასეთ სიტყვებს ვისმენ. ზარია, გისმენთ? გამარჯობა, ეთერში ხართ. ალო. დიახ, გისმენთ. ერქვინი კალი ეთქო. დაგარგაი.
ტელევიზორს გამოურთეთ ხმა გთხოვთ და ისაუბრეთ თუ გინდათ რომ გამოთქვათ აზრი. კარგით, ნუ არ ხდება კავშირი. ძალიან მწუხარ, ხელახლა დარეკეთ ჩემო ბატონო, ოღონდ ტელევიზორს გამოურთეთ ხმა ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ ერთმანეთის საუბარს უბრალოდ ვერ გავიგონებთ თუკი თქვენ ტელევიზორი გექნებათ ჩართული და თან ტელეფონში ჩვენ დაგველაპარაკებით. ამიტომ ეს ოქროს წესია. 5-5-7-98-55-98 დამაჯერებელი იყო თუ არა თქვენთვის სუსის გამოძიება 4 დღეში. უბრალოდ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე თქვენს რომ იცით რა ხალხი არ მოგვიწამლავს და მორჩა დაგვიჯერეთ. გჯერათ? ზარია ეთერში გისმენთ. შუა დღესვიდობისა. ბატონო ილია. მოგესალმებით, დიახ. ბატონო ილია, ჩემ აზრით შეიძლება ახლა მეორე ეტაპზე გადადის სუსი ამ ვინც არის ასახული რომ ამ მოხთრავა ან დაშინება რომ ისინი უარის თქვან და მე სუსი იმისი იმედის აღზე გამოვლენ და იტყვიან რომ აი ეს მატყუარები და ხო და მეორე ბატონო ილია ერთი რამ მაგალითად სახელმწიფოს ვალის საერთაშორისო ბანკს რამდენია შეიძლება ბანკი ავალებს რომ ის გაისტუმრე ვალი და რაც სახით მე მიწა გაყიდე და გაგისტუმრე და შეიძლება საერთაშორისო ბანკიც არის რომ სოციალური დახმარებას შეამცირებს. არაფერს არ გამოურიცხავ, ჩემო ბატონო, დიდი მადლობა, დიდი საგარეო ვალი გვაქვს ჩვენ და ესეც ფაქტია. ამას ქართველი ხალხი ჩვენი ჯიბიდან ვიხდით. არავის არ ეგონოს რომ მთავრობა იხდის ამას საკუთარი ჯიბიდან, არა. ჩვენ მთავრობას ცალკე ვკვებავთ ქართველი ხალხი. პრემიებს ცალკე იღებენ ჩვენი ჯიბიდან და ამას დამატებული საგარეო ვალსაც ვისტუმრებთ და ჩვენ თვითონ ვიხრჩობით გაზრდილ ფასებში და გადასახადებში თუ საბანკო პროცენტებში. ეს ყოვლად უსამართლო ვითარება გვაქვს დღეს სახეზე და ამაზე თუ იტყვი რამეს გეტყვიან შენო აგენტურა ხარო აბა ომი გინდაო ბეწვის ხიც გადის სახელმწიფო ახლაო და გვერდში დაუდგეთ ყველანიო აი ეს პროპაგანდა აქვს ქართულ ოცნებას არაფერი არ უნდა თქვა მარტო უნდა აქო და მაშინ მოეწონები ზარია ეთერში გისმენთ მოგესალმებით გისმენთ შილო როდის იყო რომ მთავრობა თავის თავში და იდანაშაულებდა ეხლა გააჩნია ვინ გამოიდია და როგორ გამოიდიეს ეს პირველი რა შეეხება სოციალურ დახმარებებს კარგი იქნება შენ ეხლა სხვანაირად უყურებ სხვა მხრიდან უყურებ ამას მაგრამ მე ვიცი ბევრი ოჯახები რომ არ ეკუთვნით და ხალბატონო იცით რას გეტყვით აგრეთვე არსებობენ ოჯახები რომლებსაც ეკუთვნით მაგრამ არ აძლევენ ჩვენ ბევრი გაგვიშუქებია ესეც არის ჩვენ მასწავლებ ეხლა შენ დამასწავლე აღგამბიშო და მათქმენილე კი რა აქედან გამომდინარე თუ ესენი სამართლიანად მოიქცევიან და გადახედავენ ამ სოციალურ დახმარებებს და დაუნიშნავენ იმას ვისაც ეკუთვნით და ჩამოართმევენ იმას, ვისაც არ ეკუთვნით. შვილო, და რაც შეეხება მესამე ევროპას, ეს ის ევროპა აღარ არის და ამ ევროპამ უკვე დიდი ხანია დაკარგა ავტორიტეტი. და დროა გენაცვალე, რომ მათ თავიანთი ფუნქცია ამოტურეს და ვაფშე უნდა შეიცვალოს ეს ახალი იმითი რამეისა შეიქმნას ახალი ნეიტრალურ სახელმწიფოთა კავშირი. ნეიტრალურ სახელმწიფოთა სამხედრო გაერთიანება. რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულები იქნებიან სხვადასხვა სფეროში და ითანამშრომლობენ თავიანთი ქვეყნების წინსვლის და განვითარებისათვის. მაშინ დაესწრება მსოფლიოში ყველაფერი წერტილი, მაშინ შეწყდება ომები და სინხლისღვრები და დაისაძურებს მშვიდობა და კეთილდღეობა და ბრიტანეთმა კორუმპირებული ევროპა გამოიძინა. გმადლობთ მოსმენისათვის. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის შეიძლება ვიღაცას ბრიტანეთის არ სჯეროდეს. მაგრამ ფილმი, რომელიც ცოტა ხნის წინ ვნახეთ ჩვენ, შეიცავს კონკრეტული პირების განცხადებებს, ექსპერტების და სპეციალისტების განცხადებებს. ეს ხომ არ შეიძლება ტყუილი იყოს, ამდენი ადამიანი ერთხმად ტყუილს ყვებოდეს. სამაგიეროდ ამის საპირწონედ გამოდის სუსი, სპიკერი პიროვნება და ამბობს, რომ იცით რა, არაო ეს ასე არ არის და დაგვიჯერეთ ჩვენო, არც მტკიცებულება, არც ფაქტები, არც არანაირი დამაჯერებლობა არ ახლდა ამ ყველაფერს. ნათლად უნდა გაეცათ პასუხი, დავეჯერებინეთ ყველანი და მაშინ
ვიტყოდით ბატონო, არ ყოფილა ეს სიმართლე და ყველა ტყუის, ვინც ამ ფილმში გამოდისო. ვერ დაგვაჯერეს. აი ეს არის პრობლემა, ხომ? როგორ აფასებთ აგრეთვე არაბული ქალაქების საკითხს, რაზეც ხელისუფლება მთელი გამალებული პროპაგანდით იბრძვის, რომ ეს კარგია, ეს უნდა აშენდეს, თუ კი ვინმე აქციას გამართავს, ყველას მიმართ შეტევები აქვთ, ასე ვთქვათ. ამ ფონზე კი ფასები, გადასახადები, იზრდება სიღარიბის მაჩვენებელი, მატულობს, ხელისუფლება კი ამბობს, რომ სოციალურ დახმარებებს მოუხსნის ბევრ ოჯახს, ვისაც არ ეკუთვნისო. სტატისტიკურად არ გამოდის სწორიო, რომ ამდენი ღარიბი გვყავს თურმე ჩვენო და შევამცირებთ ამ რიცხვსო და გადავხედავთ, აი ეს ითქვა პრემიერ-მინისტრის მიერ. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობათ. მოგესალმებით. მე ძალიან მაინტერესებს ამ 13 წლის განმავლობაში ამ მთავრობამ რა გააკეთა ხალხისთვის. თუ არა, უკან და უკან წავიდა ქვეყანა. პირდებოდნენ უფასო გაზი, უფასო შუქი, უფასო ფული. ხო გაომარგდა ყველაფრის ფასები. შუქისაც, გაზისაც, ყველაფრის ყველაფრის. რა შეეხება მართალია თქვა. ამას უნდა ვედოთ 4 დღეში. ეს ხო უბრალო ამბავი არ არის. ეს ხო უბრალო ამბავი მთელი საქართველოს მოწამლეს. მთელი ახალგაზრდობა მოწამლეს და 4 დღეში გამოიძეთ თავის თავს დაისჯიან. რატომ გონია ამ ხალხს ნელა ხალხის ფარებში ვერ ხალხი რა დღეში იყო და რა დღეში ვარდებოდა და დღემდე მკურნალობენ და ვერ გაუგიათ რა ხდება. რაც შეეხება სოციალურად მე ვარ რაჭფელი. თელს სოფელს აქვს სოფელს სოციალური გაუცელობის სტატუსი. ეხლა ისინი მოუხსნიან ვინც მაგათი მომხრე არ არის. თორე ორი მანქანა ყავს ზოგს და იმას აქვს სოციალური დახმარება. გიჟათა ვარ ქარიქცეული, გაფორმებულები იყვნენ სასაფლაოების დამლაგებლად, ქუჩის დამხვეწელებლად, გზების გამსხივ ეკლესიების დამლაგებლებად, არავის არაფერი არ გაუკეთებია, ისე იღებდა ყველა 360 ლარს. მადლობა. მოუხსნიან იმას, ვინც მაგათი მომხრე არ არის. დანარჩენად ყველას დაუტოვებენ. ეს იქნება ასე. ეს მთავრობა არის გასაშვები, თუ გვინდა რომ ეშველოს ქვეყანას. მეტი არაფერი არ გვიშველის ჩვენ. ტყუილებზე დამყარებული, ტყუილებზე. მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ, რომ ობიექტივმა უზარმაზარი სამუშაო გასწია ამ თვალსაზრისით. ჩვენი ძალისხმევით, ათობით და ასობით ოჯახს სოციალური დახმარება აღუდგინეს. ჩვენი დახმარებით მოხდა ის, რომ სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა 20-მდე ოჯახმა ბინები მიიღო. ძალიან დიდი შრომა გასწია, პროდუქტით ეხმარებოდა თითქმის 100,000-მდე ოჯახს ობიექტივი სისტემატურად და როდესაც ამ ყველაფერზე მუშაობდით ჩვენ, მაშინ ჩავდიოდით სოფლებში, მთიან რეგიონებში და იქ ხდებოდა ხალხი, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. და მათ სოციალური დახმარება მოუხსნეს, იმიტომ რომ ერთი ქათა მიყავდა ვიღაცას ძველი მაცივარი ჰქონდა, ვიღაცას ძველი ტელევიზორი და ამ მიზეზებით მოუხსნეს. სამაგიეროდ, სხვები შეძლებული ოჯახები, ვინც ხელისუფლების მომხრე იყო, მაგათ აძლევდნენ ამ დახმარებას და ამის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა ჰქონდა. აი ახლაც ეს დაიწყება, შეამცირებენ სოციალურად დაუცველთა რიცხვს. მნიშვნელოვნად ალბათ, უნდა გადავხედოთო, თქვა პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ. არადამაჯერებელიაო ეს რიცხვები, რომ თითქოს ამდენი სოციალურად დაუცველი გვყავს. და კიდევ უფრო მეტ ადამიანს აღმოაჩენენ ცუდ მდგომარეობაში, თორემ კი არ უთქვამს კობახიძეს ის, რომ ისეთ ოჯახებს აქვთ, ვისაც არ ეკუთვნით და ვისაც ეკუთვნით, ისეთებს არ აქვთო. აი ეს კი არ უთქვამს. არაო, ამდენი რომ არის ეს სოციალურად დაუცველიო, არ არის სწორიო, არ მოგწონსო და მოუხსნით ყველასო. ზარია ეთერში გისმენთ? ალო. გისმენთ? ალო. გისმენთ. ერთი ვის მიუმართო. პენსია. დამინთავდა მინდობილობაი. ახლა არ მაძლევენ ისე იქა, თქვა ჩამოდიოდა, მე ლოგინში ვარ. 3 წელიწადია ადგომა შემიძლია და ერთი რავა რას დამარიგებ თქვენ ვის მიუმართო. ჩემო ბატონო, კარგად ვერ ჩავწვდი საკითხის არს, იქნებ გაიმეოროთ, რა პრობლემა გაქვთ? პენსიაზე გივიდა მინდობილობაი. დიახ. ახლა
იქნებ ხელახლა გააკეთოთ. ისე უნდა ჩამოღვიაგაო და იქ მივიდივარ ლოგიში ვარ. გავიგე. დიდი მადლობა, მაშინ ალბათ არ ვარ კომპეტენტური სიმართლე გითხრათ, დიდი მადლობა რომ დაგვიკავშირდით და ვერ გავცემ ახლა ისეთ რჩევას, რომელიც არ იქნება ვთქვათ სწორი, მაგრამ ჩემი აზრით სავარაუდოდ ნოტარიუსი უნდა მოვიდეს ადგილზე. თქვენთან სახლში. ასეთი შემთხვევებიც არის, როდესაც ადგილზე მიდის ნოტარიუსი და ეს ალბათ გარკვეული ანაზღაურება არის გამოყოფილი ამ დროს ნოტარიუსისთვის. დაუკავშირდით ნოტარიუსს და იქნებ დაითანხმოთ, რომ მოვიდეს თქვენთან მისამართზე და ეს თქვენი ნდობით აღჭურვილი პირიც იქ იყოს. არაბული ქალაქების თემაზე რას ფიქრობთ მომდევნო ნაბიჯებზე ბრძოლისა? საერთოდ რა გზით მიდის დღეს ჩვენი ქვეყანა? არაერთი თემა გვაქვს, რომელსაც გსურთ შეეხეთ. რაც შეეხება განათლების სისტემას, აქაც რა გარკვეულ ცვლილებებს გვპირდება ჩვენ ხელისუფლება, რაზეც პარასკევს მაგალითად მარანა ნიკოლაიშვილმა ისაუბრა. თითქოს უფასო ხდებაო სწავლაო უნივერსიტეტებშიო. აი ასეთნაირად შემოგვაპარეს ეს ამბავი, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ გრანტები აღარ იარსებებს, ანუ კერძო უნივერსიტეტში ვინც ჩააბარებს, ის ვერანაირ გრანტს ვერ მიიღებს. ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტებში ძალიან მცირე იქნება რიცხვი მისაღების სტუდენტებისა და ეს კიდევ უფრო მეტად დაარტყამს ჩვენს განათლების დონეს და ხარისხს ალბათ. ერთის მხრივ რაღაცა კარგს აკეთებენ, ვითომ და ამას ზურგს უკან 10 იმდენი ცუდი მოსდევს. აი ასეთი გაუაზრებელი ქმედებები აქვს სამწუხაროდ. და ამ მცირედ კარგს რეკლამისთვის და პიარისთვის იყენებენ და არ იტყვიან უკან რამდენი უარყოფითი მოსდევს. ზარია ეთერში გისმენთ? ილია ხელმეორად შემოვედი და მინდა ჩემი ბოლო აზრი გამოვსვა. კი ბატონო. ხო და აი რასაც ჩემი ახლა ეკრანიდან ლაპარაკობ ცილო, ხო? და ჩვენ ვიცმენ, აი ამ ყოველგვარ უსამართლობას რომ წერტილი დაუსვათ, ამისათვის არ უნდა დავიზაროთ და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ სრული გამარჯვებით აქეთ. გმადლობთ მოსმენით. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვეზაროს ბრძოლა. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ ჩვენი ხელებით არის საქმე გასაკეთებელი. მაინც სხვა გააკეთებს, მაინც სხვა გავა აქციებზე, მაინც სხვა იბრძოლებს და მოდი მე ტელევიზორიდან ვადევნებ ყველაფერს თვალყურს, ეს ძალიან უსამართლო მიდგომაა. ჩემიც არის ეს ქვეყანა სათითაო თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითავისოს ეს რომ მისია ეს ქვეყანა მისი გასაკეთებელია ამ ქვეყნის დაცვის საქმე მაგალითად არაბული ქალაქებისგან და სხვა რამდენი ერთია. ზარია ეთერში. ჰალო. გისმენთ? ობიექტი შევერეკავდი. დიახ, გისმენთ? ჩაჩიბაია საქმე დალაპარაკო. ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობათ. მოგესალმებით. პათოლოგიური. დიახ. ტელევიზორ ჩათეული მაგ თქვენ ჩემი ეთერში ისმის თქვენი საუბარი, ასე რომ განაგრძეთ. ხო? ეხლა კომახიძეს რო უთხრათ პათოლოგიური რომ მაწონი შავიაო, ის გამოვა და გვიდასტურებს რომ მაწონი მართლა შავია. გეუბნებით. ესე იქნება. მაგათ ვერაფერ ვერ გააგებინე. ახლა არაბულ ქვეყნებთან დაკავშირები. თუ კი მაგათ ქალაქის გაშენება უნდა გონიოში და ფლეთში თვითონ დაიწყო გაკეთება და ასე რომ ქალაქები ხო შეიძლება? დიახ, გეთანხმებით. ძალიან ბევრი მილიონერი და მილიარდელია საქართველოში, მათ შორის უცხოეთში ცხოვრობენ ქართველები, მოიზიდონ ისინი ყველამ რაღაც ფული ჩადოს და ააშენონ ქართული ფულით, ბატონო. ვინ იქნება წინააღმდეგ? მეც მაგას ვიტყვი. ხო შეიძლება რა ფაქტ მე მგონი რომ რა ქვია კომახიძეს ფატას რო დაანდგავენ და ივანიშვილს ფატას რო დაანდგავენ რა მოხდათ იქნება რა ლამაზები იქნებიან ფატაში. კარგით, მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით პირდაპირ ეთერში. ჩვენ აგრეთვე ვეხებით BBC-ს დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ვიხილეთ ამ ეთერში. რა სიტყვით ამ ყველაფერზე და სუსის პასუხზე და მის გამოძიებაზე. 4 დღეში გამოვიძიეთო ყველაფერიო და ეს არ არის სიმართლეო თქვა სუსმა. გჯერათ სუსის დამაჯერებელი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ეს განცხადება? იხილეთ რაიმე ფაქტი, რაიმე დამამტკიცებელი მასალა. დაგარწმუნეს
ამ ყველაფერში, რომ ეს არ არის სიმართლე, თუ იმ ხალხის გჯერათ, ვინც ამ დოკუმენტურ ფილმში გამოდის და თვითონ ყვება რა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თვითონ ყვება დღემდე რა მდგომარეობაში ცხოვრობს. რატომ არ მოკვდნენო მაშინო თუ მომწამვლელი ნივთიერებები იყო წყლის ჭალში გარეული, ასე თქვეს, ხიად ქართული ოცნების წარმომადგენლები, ცოცხლები ხომ არიანო, რატომ არ მოკვდნენო? ვინმე აღწერა, ვინმე სტატისტიკა გააკეთა ამ დარბევების შემდეგ, ვის რა ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, იქნებ ვიღაცები ნელ-ნელა გარდაიცვალნენ ისე რომ სხვადასხვა დაავადებებს მიაწერეს ეს და ეს დაავადებები სწორედ ამ შხამებმა გამოიწვია. ვინმე აღწერა ეს, ვინმე შეაფასა თუ იქვე ადგილზე უნდა წაქცეულიყო კაცი და მომკვდარი იყო რომ დაეჯერებინათ. და ამ შხამების დოზასაც გააჩნია. ზოგიერთი დოზა არის შერეული დაბალი მაჩვენებლით წყალში და მაშინვე არ კლავს ადამიანს ნელ-ნელა იწვევს უამრავ ჯანმრთელობის პრობლემას და ეს გვაქვს სავარაუდოდ სახეზე. მე არ ვიცი, მეც არ ვარ ექსპერტი და თავს ვერ დავდებ, მაგრამ რაც ამ ფილმში მოვისმინე, ძალიან აღშფოთებული და გაბრაზებული ვარ. როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს და საკუთარი ხალხი მოწამლო? მეორეს მხრივ სახელმწიფო ვერ გვიმტკიცებს საპირისპიროს. აი ამაშია საქმე მხოლოდ. თორემ რომ დაგვარწმუნონ, ვიტყვით ბატონო რომ კი, დავრწმუნდით რომ არ ყოფილა მსგავსი. ვიღაცა სპიკერს უნდა ვენდოთ სიტყვაზე, ვინც გამოვა ტელევიზორში. ზარია, გისმენთ? ალო. დიახ. ეთერში ხართ, გისმენთ, დაიწყეთ. გისმენთ? კარგით, არ არის კავშირი. ხელახლა დარეკეთ, მაშინვე ტელევიზორს გამოურთეთ ხმა, როგორც კი ზარი გამოვა. რას ფიქრობთ მიგრანტების არნახულ მაჩვენებელზე საქართველოში? აი ახლაც ხედავთ კადრებს. ეს ვაჟა-ფშაველას მიმდებარე ტერიტორია საქართველოა და არა უცხოეთი. რას ფიქრობთ ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვაზე? როგორ და რა გზით მიდის საერთოდ ქვეყანა თქვენი შეფასებით? ყველაფერს ერთად ვაფასებთ, რომელ თემასაც გსურთ გამოეხმაურეთ. ბევრი დაგროვდა და ამიტომ ერთი თემა ფიზიკურად ვერ გამოვყავით დღევანდელი ინტერაქტივისთვის. ამიტომ შეგიძლიათ ამ ნებისმიერ თემას ბოლო დროს განვითარებულს და აქტუალურს გამოეხმაუროთ ნომერზე 557 88 55 88. თქვენ უსმენთ და უყურებთ ობიექტივს, როგორც რადიოს სიხშირეზე FM 105 და 1, ასევე ტელევიზიით. არ გამოგრჩეთ ჩვენი სოციალური მედია, სოციალური გვერდები Facebook-ში ქართული ასოებით მედია კავშირი ობიექტივი და YouTube-ზე, სადაც ყველა ჩვენი გადაცემის ჩანაწერს იხილავთ, აგრეთვე ქართულად უნდა აკრიფოთ ობიექტივი და გამოიწეროთ ჩვენი გვერდი. როგორ აფასებთ აგრეთვე სოციალურ ფონს ქვეყანაში, რაც სახეზეა? ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად იზრდება ფასები. როდესაც შემოსავლები არ იზრდება ადამიანებისა და ანუ ყოველდღე რაღაცას ვიკლებთ ჩვენ. ყოველდღე ჩვენი ცხოვრების დონე უარესდება, ანუ ეს გამოდის. როდესაც პენსია დაგეგმილია რომ 20 ლარით გაიზარდოს, ჯერაც არ გაზრდილა. და ამავდროულად ფასები იზრდება 15-20%-ით და პენსია 5%-ითაც ძლივს იზრდება. ეს ნიშნავს რომ შემცირებაა რეალურად ეს შემწეობის პენსიონერებისთვის. და როგორ უნდა იცხოვრონ ამ მდგომარეობაში? მათ ამაზე არავინ არ ფიქრობს. სამწუხაროდ არავინ არ ფიქრობს. ისევე როგორც არავინ არ ფიქრობს ხალხის პოზიციაზე და ხალხის აზრზე არაბული ქალაქების მშენებლობის საკითხზე. მოსახლეობას ღიად უთხრეს თქვენო აგენტურა ხართო უცხოეთიდან მართულიო, ვისაც არაბული ქალაქები არ გინდათო საქართველოშიო. ყველაფერზე ამას ამბობენ, უცხოელები ხართ, აგენტურა ხართ, აბა ომი გინდა. ამოვიდა ყელში რომ უნდა გაჩუმდე იმის გამო რომ არ დაგაბრალონ რომ შენ ან ნაცი ხარო, ანუ ომი გინდაო, ან ეს გინდა, ან ის გინდაო და ყველაფერზე უნდა გავჩუმდეთ და ტაში უკრათ ამ ხალხს, რომლებიც ამას აკეთებენ? არ ვიცი. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით. უნდა შევეხო არაბული ქალაქების მშენებლობა და მიგრაციას. კი ბატონო. მე ვიყავი მაგალითად გუშინ და აქცია. დიახ. ვიყავი ასევე პატრიოტ ალიანსმა რომ მოაწყო აქცია. გუშინ იყო საკმაოდ ბევრი ადამიანი, ხა ზუსტად არ ვიცი, ციფრს ვერ დავასახელებ. ძალიან ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი. და იმედმა პოზიტივი
გადმოცა რომ 1500 კაცი იყო შეკრებილი. არც ერთმა ტელევიზიამ, არც TV-პირველმა, არც იმედმა, არც სხვა ტელევიზიამ არ გააშუქეს ეს აქცია. გააშუქეს მხოლოდ ცუდად, ხო, ვიცი, კი. ბატონო, მხოლოდ ცუდად გააშუქეს. დადეს სურათები, დრონით გადაღებული ვიდეო კადრები, სადაც ცოტა ხალხი ჩანს და თქვენს რომ 1500 კაცი იყო. ეს იყო ტყუილი რაც დაასა. მე იქ ვიყავი და ძალიან ბევრი ადამიანი იყო და ყველაზე საინტერესო იცით რა არის გავაგრძელებ ახლა. შემდეგ რომ დაიდო ეს ვიდეოები რომ რუსთაველს და მე დაიძრა ხალხი სამებისკენ და ძალიან ბევრი ადამიანი იყო. კომენტარებში შემოსული იყვნენ ნაცებით და ქოცებით და გამწარებული გულანძღავდნენ იმ ადამიანებს, რომ თურმე ვართ მოღალატეები, პრორუსები, რატომ მივედით ამ აქციაზე, ანუ ქოცებით გულანძღავდნენ და ნაცებით გულანძღავდნენ და ესენი არიან ერთნი. ესენი არიან ქვეყნის გამყიდველები. და იმიტომ არ ვჯერ არც მაგ BBC-ს გამოძიების ეხლა რომ ამოაკილტივეს, ვითომ სჭირდებოდა და იმიტომ ამოაკილტივეს, დასჭირდათ. არც ესენი არ ფიქრობენ ქვეყანაზე და იმან ისინი ხო საერთოდ აფიქრობენ. რა შუაშია აქ პრორუსობა და რა შუაშია აქ ის კონკრეტული საკითხი იყო და გამოვიდა ხალხი და გააპროტესტა არაბული ქალაქების მშენებლობა. შემოვარდეთ ის კომენტარებში და ერთ აბალში იყვნენ ქოცებით და ნაცებით. აი რატომ ლილაძღებოდნენ, მაინტერესებს ძალიან რა. ესენი არიან ერთი გუნდი. ისინი სხვათა შორის ქალბატონო ესენი ომებიან და უწყობენ ხელს იმას, რომ კრიზისი გაგრძელდეს ქვეყანაში. ერთი გუნდი არიან ესენი, ქოცებით და ნაცებით. აი ჩემი აფი თუ გაინტერესებს რა და ათმა BBC-ს გამოძიების ამჯერა, იმიტომ რომ ეხლა მოაკილტივეთ. ეხლა დასჭირდათ ეთყობა ერთი წლის მერე. ათმაგათი კუთხოველობით ამჯერა, იმიტომ რომ ქართლის ულები არიან თვითონ და სხვასაც იგონიათ, რომ ფულის გულიც დადის მინე გამოსვლაზე სახელმწიფოსა და ერის დასაცავად. აი ეს არის ჩემი აზრი. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის, გეთანხმებით რომ როდესაც დგება გარკვეული მომენტები, ეს ნაცებიც და ქოცებიც როგორც თქვენ თქვით, ერთიანდებიან და ერთიანად უტევენ ხოლმე ასეთი ტიპის აქციებს და ასეთი ტიპის შეკრებებს საერთოდ. გვახსოვს ჩვენ 30 ნოემბერს რა მოხდა. საკმაოდ ბევრი ვიყავით, რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია გაივსო, მაგრამ აქციის დაშლის შემდეგ გადაიღო დრონით ჰაერიდან კადრები ზოგიერთმა ტელევიზიამ, მათ შორის პოსტივიმ და ეს სამთავრობო მედია ამბობდა, რომ აიო ცოტა ხალხი მივიდა. აი ესეთ პროპაგანდას ნერგავდნენ. ზუსტად იგივე მოხდა გუშინაც. გადაიღეს კადრები, სადაც ცოტა ხალხი ჩანს, არ ვიცი ეს აქციის დასაწყისში გადაიღეს თუ ბოლოს და თქვენს რომ 1500 კაცი იყო. არა და მეტი იყო. რა თქმა უნდა, ტყუილია სახელმწიფო მედიის ინფორმაცია. ზარია ეთერში გისმენთ? გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? არ არის კავშირი, ძალიან მწუხვარ, იქნებ ხელახლა დარეკოთ და ტელევიზორს გამოუხდოთ ხმა, თუ კი ეს იყო მიზეზი, არ ვიცი. სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. რა სიტყვით არაბულ ქალაქებთან დაკავშირებულ საკითხზე, BBC-ს დოკუმენტურ ფილმზე და ამასთან დაკავშირებით სუსის პასუხზე 4 დღიანი გამოძიების ფარგლებში. რა სიტყვით ფასებზე და გადასახადებზე, რაც ქვეყანაშია. რა სიტყვით განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელსაც კარგ ცვლილებად წარმოგვიჩენენ, თუმცა უარყოფითი ბევრი ახლავს და რა სიტყვით აგრეთვე სიღარიბეზე, რომელიც ძალიან უფრო და უფრო მეტად, უფრო სწორად მწვავდება ქვეყანაში და ამ ფონზე დახმარებების მოხსნის საკითხს აყენებს ხელისუფლება. გადასახედია ეს თემაო. ზარია, გისმენთ? მოგესალმებით. მეც ვიყავი ფილმთან ერთად, ვიყავი ძმასთან ერთად სტელაქციაზე 30-ს, ასე გუშინაც ვიყავით აქციაზე და გულანთებული ხალხი იყო იქაც და იქაც. ანუ თანდათან აი გორდება იქრეთ ძალას, ვიკრეთ ძალას თანდათან და ორი აზრი არ არისო. ეს უკვე ბევრმა მიხვდა, ჩემ ირგვლივაც ბევრმა მიხვდა, რომ აი ყველა შეგვეხვეს. ოჯახებში პირადულად შეეკვეთა და ბევრი გამოდის, ბევრი დაგმაო მასალა.
ახლა ვინ ცუდად ისმის. დიახ. ბრძანეთ, დიახ. კარგით, გაითიშა როგორც ჩანს. ძალიან მიხარია და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მზარდია, ასე ვთქვათ, პროტესტი არაბული ქალაქების წინააღმდეგ, მაგრამ ერთმანეთი არ უნდა მოვატყუოთ. ძალიან კარგადაც არ არის საქმე. როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით აქცია ინიშნება, იქ სულ ცოტა 100,000, 200,000 კაცი მაინც უნდა გამოდიოდეს ქუჩაში. და გათავისებული ჰქონდეს ეს ყველას. და ასეთი სურათი არ გვაქვს და ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკულია. მაგრამ სასიხარულოა ის, რომ ნელ-ნელა იკრებს ფეხს ეს პროტესტი და საზოგადოების განწყობაც ნელ-ნელა დარწმუნებული ვარ მოიმართება ბრძოლისკენ და ფიზიკური მოქმედებისკენ. ფიზიკურ მოქმედებაში გულისხმობ მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. ზარია, გისმენთ? ალო, გამარჯობა. მოგესალმებით. მოგესალმებით. პირველ რიგში მე მინდა რომ მიმართო მთლიან საქართველოს. ერთადერთი რაღაცა ქართული ოცნების მომხრე ვარ, მე პირადად ჩემი სუბიექტური აზრი ვისაც აინტერესებს, ყველა ქართული ოცნების მომხრე ხალხის. ჩვენ ქართული ოცნება გვაქვს მართლაც რომ აი იმენა ქართველები ვიყვარს და საქართველოს ვიყვარს, გამიგე? ვისაც საქართველოს წინსვლა უყვარს, ყველა ის ხალხი გვიყვარს, ხვდები? ამით უკვე ყველა დაიჩაგრა. მე მინდა მივმართო ქართული ოცნების ყველა მომხრე ადამიანს. ამით უკვე როგორ ხდება, ყველას უნდა რომ აი დილით იყო ესეთი რაღაცა, ჩემო ბატონო რა. ესეთი რაღაც წავიგეთ სტატუსში, რომ კაიო თქვენიო ქართული ოცნება, ყველა ქართული ოცნების მომხრე ადამიანებს წრის ეს რო გულთან წრის, რატო ჩემი ოცნება არის რომ საქართველოს იყოს კარგად, ხვდები? ხო და რატო უნდა გაკეთდეს ისე რომ ჩვენი ოცნება ჩავკლათ ჩვენ თვითონ. ჩემო ბატონო, თქვენ არაბული ქალაქების წინააღმდეგ აქციებში თუ მონაწილეობთ, რა აზრი გაქვთ ამაზე? ეს მტრული საქმეა. მონაწილეობა მე არ მიმიღია მონაწილეობა ბატონო ჩემო. მაგრამ უკვე დაიღალა ქართველიერი რაში, იცი გამოვდივა, მოხვდება ჯოხი. დავიმტრევი გამიგე და მეორე დღეს დადგება ერთი მთავრობა და მეორე მთავრობა, ხვდები? ხო და იქ უკვე ჩვენ არ ვაინტერესებთ და ახლა ბიჭები რომ დაიჭირეს, თმაო, ყველანი რომ ვის დაიჭირეს, ყველანი. ის ვინმეს აინტერესებს. რის გულიზე ყველა თავის და ნუ დავაჭერინებთ თავს მშვიდობიანი ხელებით და გულებით გავდივართ ჩვენ ყველა აქციაზე. ხო და ჩემო, თუ გვინა რომ აი ეს ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდეს, მე მივმართავ იმ ადამიანებს, ქართველებს, რომლებმაც ქართული ოცნების მომხრეები არიან. ეს შეცდომა არის, ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე დაარქვა ამას ქართული ოცნება, იმიტომ რომ ვერავინ ვერ იტყოდა ამაზე, რომ ქართული ოცნებაზე რამე სულს. ჩვენი ოცნება, იმიტომ რომ ქართველების ოცნება არის ერთადერთი, რომ საქართველოს იყოს წესივრად და ადამიანურად. დიდი მადლობა. ამიტომ იმარჯვებს ყოველთვის ქართული ოცნება. გავიგეთ, დიდი მადლობა თქვენი სათქმელისთვის. არაბული ქალაქების მშენებლობის თემა არის მტრული თემა საქართველოსთვის და ამ მტრულ საქმეს ვინც აკეთებს, მას მხარდაჭერა არ ეკუთვნის. ნუ დაირწმუნებთ საკუთარ თავს, ჩემო ბატონო, თქვენ გეუბნებით პირადად, რომ თქვენ რადგან ქართულ ოცნებას მხარს უჭერთ, ამით საქართველოს საკეთილდღეოდ ხართ განწყობილი. არ აკეთებს ეს ქართული ოცნება საქართველოსთვის კარგს არაფერს. ღალატის და მოტყუების და არაბული ქალაქების, მიგრანტების შემოშვების, ფასების ზრდის, გადასახადების ზრდის და 1000 უბედურების გარდა. არ არის ეს სიკეთე, დამიჯერეთ. ძალიან მტკივა გული, პატივისცემით გესაუბრებით, რა თქმა უნდა. თქვენ ჩვენი ძმა ხართ, თანამოქალაქე ხართ, ქართველი ხართ. ვიცი რომ საქართველოსთვის კარგი გინდათ, მაგრამ ქართული ოცნებისთვის მხარდაჭერა არ ნიშნავს საქართველოსთვის მხარდაჭერას. საქართველო და ქართული ოცნება დღეს სულ სხვადასხვა მხარეს დგას. მათ მოკლეს პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში. აღარ არსებობს პოლიტიკური პარტიები, აღარ არსებობს ოპოზიცია, არ არსებობს არანაირი ჯანსაღი მიმართულება. ხელში ჩაიგდეს სასამართლო, ბიზნესი, 9 მილიარდი ლარის პრემიებს იღებენ, პენსიონერს 20 ლარს უმატებენ და სამაგიეროდ თვითონ 16,000 ლარამდე იზრდიან ხელფასებს. აი ეს მოცემულობა გვაქვს ჩვენ და ეს საქართველოს სიყვარული არ არის მერწმუნეთ. თორემ ეს რომ ნამდვილად იყოს საქართველოს სიყვარული,
მთელი ჩვენი მაყურებლები, რადიო მსმენელები, ეს მებრძოლი ეროვნული ხალხი, ყველანი ერთად გვერდში დაუდგებოდით ქართულ ოცნებას, მაგრამ არ არის არაბული ქალაქები, ეროვნული საქმე და ინდოელების მასიური შემოსახლება. ზარია, გისმენთ? გამარჯობათ, ბატონო ილია. დიახ. დიდი პატივისცემით თქვენ შემოგევლეთ, აი ახლა რომ ეკავენ რომ ეს იმის მომხრე, ამის მომხრე. თუ ატყობ ნორმალურად მოაზროვნე ხარ, ხო? აი ეს თქვენ აქციაზეც ვიყავი, ძალიან და მიყვარს მე ქალბატონი ირმა ინაშვილი და ბატონი დავითი, ხო? და გუშინაც ვიყავი, შვილო, იმიტომ ეს ხო ერთი საქმეა საქართველოს. რა თქმა უნდა, კარგია რომ იყავით. და თუ სახათახა ცოტა მოაზროვნე ან რაღაცა, იცით რა ცხოვრობ, მე მეუღლე დამიღუპა და კიბე როდით ჩამეგრევა არ ვიცი, მაგრამ მე რომ უეჭვენად გამოვალ. იმიტომ რომ ქვეყნის სასიკეთო საქმე კეთდება, იქ უეჭვენად მე გამოვიდეთ, ხო? ეს მიკერძოება როგორ შეიძლება, ხო? და როგორი კომენტარები იყო ნახეთ გუშინდელი აქციის მიმართ. კიდე მაგათ ხალხი არ შემოუსვეს იქ ჩაკეტეს, შვილო. ხო? ხო დამეთახმები საყვარელო. ვიმაც იყო თან, ბევრი მიზეზი. ძალიან პატივსაცემს შემოგევლეთ და იმათაც ახლა გულანცებული ბიჭები არიან, ხო დამეთახმებით, ხო? დიახ. კაცო, ხო უნდა გავრისკოთ, იქნება კარგი მთავრობა მოვიდეს, იქნება ხალხისთვის იყოს, ხო ეს სასარგებლო, ხო და რატო გვაქვს ეს შიშები რომ აი ბატონო, მაინც და მაინც სამარადისოდ დავტოვოთ ეს ქართული ოცნება, რატომ? სხვასაც მივცეთ შანსი. სხვა ძალები მოვიყვანოთ პარლამენტში, როგორი კომენტარი გააკეთეს, გამოვიდნენ, როგორ არადამაჯერებლად, ვითომ ის არ არის ეს თქვენ მართლები ვართო და ისეო და ეხლა მაგებს ვინ დაუჭერებს შემოგევლე, ხო? დიახ. მაგათ გონიათ, ეგენი უმეცრები არიან და მაგათ გონიათ, რომ ხალხს მოატყუებენ. მე ასე გონიათ, მაგრამ ხალხი არ ტყუდება, დიდი მადლობა თქვენს, ხალხი ასე არ ტყუდება. თუმცა რაღაც ნაწილი საზოგადოებისა პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ რომ ექცევა, ესეც ფაქტია ახლა. პროპაგანდა იმისთვის არსებობს, რომ ზეგავლენა მოახდინოს ადამიანებზე და ასეთი ადამიანებიც არსებობენ. მაგრამ უმეტესობაზე ვერაზროს ვერ ახდენს ეს პროპაგანდა ზეგავლენას. ყველა ავტორიტარულ ქვეყანაში არის ასეთი გეგმა, ასეთი გზა, რითაც მივდივართ ახლა ჩვენ ჯერ ოპოზიცია უნდა გააქრო, მერე კრიტიკული მედია უნდა გააქრო, როგორიც არის ვთქვათ ობიექტივი და ჩვენს წინააღმდეგ დიდი ბრძოლებია, სიმწრით ვინარჩუნებთ ამ ეთერს. შემდეგ სასამართლო ჩაიდო ჯიბეში, თუმცა სასამართლო უფრო ადრე ჩაიდეს. ბიზნესი შენს ხელში მოაქციო, ადამიანებს წაართვა, პურის ფული, მოუხსნა დახმარებები, მიზერულად გაუზარდო პენსიები და სამაგიეროდ ფასები და გადასახადები გაზარდო. შენ იყო კარგად, მოსახლეობა იყოს ცუდად და ეს ფეოდალური წყობის ბრწყინვალე მაგალითია, საითაც მივდივართ და ყოველდღე უარესობისკენ არის საქმე. ზარია ეთერში, გისმენთ? მოგესალმებით, ეთერში ხართ. შეგიძლიათ ისაუბროთ? კარგით, არ არის კავშირი სამწუხაროდ ჩვენსა და მაყურებელსა თუ რადიო მსმენელს შორის. რა გზით მიდის ქვეყანა თქვენი აზრით, როგორ აფასებთ ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს? ზარია, გისმენთ? ალო. დიახ. ალო. გისმენთ, ეთერში ხართ. ბატონილიას თქვენ გადებით? დიახ, პირდაპირ ეთერში ხართ. კი ბატონო, მე აი სამი საკითხი შევეხებე ბატონო. კი ბატონო. საქართველოში არის უკიდურესად დიდი მდგომარეობა. უკიდურესად. ეხლა 20 ლარი კი არა, 200 ლარი წოდა აუმატონ ადამიანებს, პენსიონერებს იმ ინფლაციას და იმ გადაწყებას მართალია. 20 ლარი ეგ არაფერი არა. არაბული მასაც შეეხება მშენებლობებს. ეს არის კატასტროფა საქართველოსთვის. პირდაპირი კატასტროფა. ეს ჩვენი შვილიშვილები და შვილიშვილები მოიქიან ამას საუბედუროდ. ეს რო განვითარდეს ეს პროექტი. ეხლა რა შეეხება იმ მოწამლულებს. მოდი რა ეს კაცურად ქართულად ავთქვათ რა. ჩვენ ალოცილებო. 3 დღეში კი არა, 3 საათი შეიძლება და ამ საკითხის მოგვარება. არსებობს ყველანაირი სტატისტიკა. როდესაც ვითარდებოდა ეს მიტინგები, ხო? გაიწუწნენ ხო იმ თქვათ იმ მომწავლელი როგორც ხენი ეძახია. იქ პოლიციელებსაც მიეცა ის და მიმართვიანობა არ აყოფილა. ერთ დღეში გამოუშვეს ყველა სახლებში. 1 წლის მერე ააგორეს ეს რომ აი ვერც ამას ვერ აპაულობენ რომ როდი შეისყიდეს ეს მომწავლელი ნივთიერება. ჩვენ რა ვიცით აბა რა ქნეს. ვინ გამოიხენა?
ჩვენ ვინ გვეუბნებით რამეს? ავანტიურა არის ეს რა ფაქტობრივად დაველოდოთ სასამართლო იქნება იმ დიდ ბრიტანეთში და ყველაფერი გაირკვევა რა. წინასწარ გაუსწრებთ მოვლენებს. იცით რა, წინასწარ არ უსწრებთ მოვლენებს. ამ ფილმში თქვენ არ ვიცი ნახეთ თუ არა ეს ფილმი, ცოცხალი ადამიანები გამოდიან და ყვებიან რომ დროთა განმავლობაში განუვითარდათ მძიმე პრობლემები ჯანმრთელობისა. ცოცხალი ექსპერტები ყვებიან, ამას ვამბობ მე და სუსი გამოვიდა და 4 დღეშიო გავხსენით საკითხი არ ყოფილა ეს და მორჩა დაგვიჯერეთო. აი ეს არ არის კარგი რომ დამაჯერებლობა აკლია სახელმწიფო უწყების განცხადებას. ფაქტები აკლია. გამოკითხებზე რომ მიდიან. იქ რატო იძახიან უარს? იძახიან უარს, ესეც არავინ არ გვითხრა ჩვენ რეალურად. არაფერი არ გვითხრეს სამწუხაროდ. სიტყვაზე დაგვიჯერეთ თუ გვეუბნებიან, არაფერი მტკიცებულება არ დაუდიათ. ამაზე ვლაპარაკობ მე, თორემ ხელის აღებით კი არ ვადანაშაულებ სახელმწიფოს გინდა თუ არა ეს მოხდა მეთქი, არ ვამბობ. დაასრულეთ ბატონო, დრო გვეწურება. გაითიშა როგორც მანიშნებენ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც გვიკავშირდებოდით ღია ეთერში. ძალიან საინტერესოა ეს ფორმატი, აზრთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა ობიექტივი და ამიტომ არის ეს ერთადერთი სახალხო და ინტერაქტიული ტელევიზია. მადლობა, ვინც გვისმენთ, გვიყურებთ და გვიკავშირდებით პირდაპირ ეთერში. ილია ჩაჩიბაია ვუძღვებოდი. დღევანდელ გადაცემას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ნახვამდის.